მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მირა მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია, ჩვენთან ერთად არის დავით ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით, გამარჯობა. და პირველ ბლოკში როგორც წესი არ გვყავს თუმარი, თუმცა დღეს გამონაკლისი არის და გვყავს დავით ჟავანაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, რომელსაც ასევე მივესალმებით. გამოდერი იქედან, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დააკავეს მისი პარტიის ლიდერი, იცით რომ ნიკამელიაც არის სწორედ ამ კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე კოალიციას ცვლილებების ლიდერს ნიკამელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ამით მოსამართლე პროკურატურის შუამდგომობა დააკმაყოფილა. სასამართლო ხმაურიანი გამოვიდა, იცით რომ ნიკამელიამ თუ არ გინახავთ ეს კადრები ნახავთ ალბათ, სადაც ნიკამელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა. და იცით როგორ მოხვდა ის სასამართლოში, ამბობდა რომ სასამართლოზე არ გამოცხადებოდა და გუშინ როგორც ნიკამელი ამბობს, პოლიცია უბრალოდ გაიტაცა ქუჩიდან. არ ვიცი ხა ამ თემაზე რა უნდა ითქვას, მე დღეს პოსტის დავწერე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა რომ დაკავებული არის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და შეურაცხყოფის ბრალდებით დაიჭირეს გუშინ ნიკამელია. ანუ ეს რაღაც როგორი ბრალდებაა, იცი რომ ყველა ჩვენგანი შეუძლიათ ამ ბრალდებით დაიჭიროს. მაგრამ მოდის პოლიცია გაჩერებს, ანუ რატო გააჩერეს არავინ არ იცის. 110 მანქანით გააჩერეს, მოდის გაჩერებს, რაღაცას გეუძდელოს შეიძლება პოლიციელი, რაღაცას უხეშად მოკიდოს ხელი, ენას თუ შეუბრუნებ, გეტყვის მორჩა წინააღმდეგობა, ან ესეც რომ არ ქნა და ენა არ შეუბრუნო, სასამართლოში იტყვის რომ მომაყენა შეურაცხყოფა და დამთავრდა, ვერაფერს ვერ ამტკიცე. პოლიციელის სიტყვა არის კანონი. და შესაბამისად, აი ყველა ჩვენს ახლა რომ მომდეს დაკავება, იტყვია რომ გავაჩერეთ, შეგვაგინა, წავიდა ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით. საოცარი ამბავი. თანაცამყარის ფუნქციები ამოვდივარ და მეც მინდა ორი სიტყვა თქვა, ეს მეთოდი საერთოდ აი ნოდარ დუმბაძესაც კი აქვს აღწერილი რაღაც იუმორისტულად რო აღწერს საბჭოთა კავშირის დროს. ვიღაც ადამიანს ყველა რომ მიიყვანენ მილიციაში მაშინდელი მილიცია ერქვა მაშინ უბრალოდ ესულ დედას მაგინებდა გზაშიო მაგითო დავაკავეო ანუ ეს რომ პოლიცია შეაგინა ნუ ეს არის აი რომ იტყვიან ადამიანის დროინდელი წარმომადგენელი რაღაცას და რაღაცის ჩადება კიდე და კი რაღაცები ჩაგდება ნუ არაფერი ახალია სულ უკეთ ჭირდება ჩემი დაკავება ადმინისტრაციული წესით იტყვიან შემაგინაო მე ამტკიცე რომ არ გიგინები და თუ ეხა შენ დაღუპვა უნდა ჩაგიდებ რაღაც ნარკოტიკს იარაღს ანეკდოტივით კი იყო ასეთი ცნობილი ამტკიცე რომ არ ქონია იყო ასეთი რუდოლფ ფაბელი უკაცრავად სტუმართან ცოტა ხნით ამასაც მოყვებს ისეთი ცნობილი საბჭოთა მზვერავი რაღაც კგბ-ს გენერალი და რომელიც ეთელზე შემთხვევით ქუთაისში იყო ჩასული და შემთხვევით გამოვიდა რაღაც სულ უკეთ ჩაცმული არ ეცვა ფორმა ნამდვილი ამბავია თუ ანეკდოტა ნამდვილი ამბავია როგორც ამბავია დააკავეს ვიღაცამ რაღაცაზე გაბრაზ და დააკავა და მიიყვანა იქა და უბრალოდ ეს რაღაცა შარდავდა ქუჩაშიო და უბრალოდ რაღაცა შეხედა და ეს არის ამ და ამას ვარავ გიო კაცო გიო და დაიჭირეს და მე ნუ ამას მოყვა დიდი სკანდალი ცხადია და ანუ ზოგჯერ ასეთი კურიოზებიც კი ხდებოდა მაგრამ ის თქმა მინდა რომ ეს ცნობილი მეთოდია რაღაც შარის მოდება თუ უნდათ დაგავება ვიღაცის კი ბატონო დავით კიდევ ერთხელ მოგესალმები დღეს სასამართლოსთან მოდიხარ როგორც ვიცი იქ იყო და რა შეიშთავიშება როგორია სასამართლო კი ესწრებოდი სასამართლოს ერთს ვიტყვი რომ სწორს ამბობთ რომ მაგ მუხლით შეუძლიათ ნებისმიერი დააკავონ როგორც მელია შემთხვევაში მართლა ეგეც არ ყოფილა იმიტომ რომ ზუსტად ვიცით უკვე დაზუსტებით რომ სახლიდანვე მიყვებოდა მას მანქანა პატრულის ეკიპაჟი გადაადგილდებოდა გარშემო და რაც ის ხმაც კი ისმოდა რომ ობიექტი მანქანაშია ერთმანეთს ამ რაღაცებს აწვდნენ ამ ინფორმაციას და ლისის ტერიტორიაზე ისეთ ადგილას გააჩერეს სადაც კამერებიც არ იყო მანქანაში რაც იყო კამერები მელიას და დაცვის მანქანაში ისინი მოლეწეს და გადაყარეს რომ რამე კადრი არ დაჩენილი იყო თავის სამხრე კამერები ხო არავის არ ქონდა იმიტომ რომ სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები რა ანუ ეს რამდენი მანქანა იყო 13-14 მანქანა იყო დაახლოებით ჯამში იყო 150 კაცი იმიტომ რომ მიკროავტობუსები და თეორიული მანქანები მელია კაკოყაჭარი რაღაცა არსენო უზელაშვილი ეგონა სასწაული დაატრიალეს ხო და ნუ ხო ეგ ფორმალური მოდავებაც საერთოდ გაპარია მაგრამ ჩვენი ხმაწმენით ეს იმიტომ გააკეთეს რომ ეშინიათ მათ იმ რაღაცა
ერთი იმის რომ მორალური უპირატესობა არ აქვს და იციან რომ რასაც აკეთებენ ეს ჩანასახშივე აბსურდი და მცდარია და თან მათ რა ვიცი მელიასთან ეთყობა ინტერაქცია ნებისმიერი სახით იქნება ეს სიტყვიერი თუ რა ვიცი მისი დაკავება და ხელის მოკიდება და წაყვანა ეგეც კი მათთვის რაღაც სირთულეს წარმოადგენს ჩვენ ვიცით მათ შორის აი იმ კომისიაზე ვინც მივიდა თავის დროზე გახარეს პარტიიდან კარგად აღწერა თუ რა პრობლემა ქონდა შექმნილი ქართულ ოცნებას თავის დროზე როდესაც მელიას დაკავების გადაწყვეტილებას იღებდნენ 2021-ში და როგორი ბზარები იყო და როგორი ასე ვთქვათ გახეთქილება იყო და როგორც ჩანს ეხა ამის ან შეეშინდა თან რაღაც ამას თავი არიდეს და გააკეთეს ის რაც გააკეთეს ბანდიტური გატაცება იყო თუმცა ნუ მელია ხნედარი ნებისმიერ შემთხვევაში მზად იყო ის ამისთვის და მთელი კოალიციაც ამისთვის მზად იყო არ არის ეს მოულოდნელი ჩვენთვის მიუხედავთ იმისა რომ ესე ბანდიტურად მოიხსნენ და გაიტაცეს და ის რა ნაბიჯიც გადადგა მისი ღმერთმენი და ჩვენი ღმერთმენით არის აი ერთადერთი სტრატეგია ასეთ შემთხვევაში რომელმაც შეიძლება რეჟიმი დააზიანოს, დააფრთხოს და ეს რაღაც მორალური უპირატესობა რომელიც ჩვენს მხარეს არის, ჩვენს ესე იგი წინააღმდეგობის ოპოზიციის და დემოკრატიული ვთქვათ ჯგუფების ეს რო გამტკიცდეს და საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ეს გაირღვეს ისწრე რაც ივანიშვილმა შექმნა. ამიტომ ეს იყო განზრახული წინასწარ და ეს იყო კარგად დაფიქრი ნაბიჯი და დარწმუნებული ვართ რომ ამას მოყვება შესაბამისი შედეგები ოცნების საზიანოდ. გასაგებია, მოდი შეკითხვას დავსვამ არა დისკუსიასავით შეიძლება გამოგვივიდეს, იმიტომ რომ კი გასაგებია რომ მეც მაქვს ეს განცდა, ალბათ ერამ შენს და ყველა ჩვენგანს, ვინც კი მეტნაკლებად ამ პროცესს გულშემატკივრობთ, ამ პროტესტს გულშემატკივრობთ და მონაწილეობთ ზოგი რა ფორმით, რომ ეს მორალური უპირატესობის შეგრძნება, იმიტომ რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვართ. ხო, ეს უსამართლობა ძალმომრეობის ძალადობის და ნუ რა ვიცი ახლა რაც კი შეიძლება სახელმწიფოზე ცუდი თქვა და ხელისუფლებაზე ყველაფერი შეგვიძლია ეს განცდა ნამდვილად გვაქვს მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმას აი ვინც ამ ხელისუფლების მომხრეა იგივე ეს ძალოვან სტრუქტურებს იგივე იმ პოლიციელებს აქვთ კი ეს განცდა რომ აი ამ პროტესტში მონაწილე ხალხს მათ წინაშე აქვთ მორალური უპირატესობა მათ აქვთ რაღაც დანაშაულის შეგრძნების მაგვარი თუ ისინიც გძნობენ თავს მყარად მე მეჩვენება რომ ჯერ არ არის იქ ეს მორალური ბზარები დიდი. ეს განცდა საყოველთაო ხასიათის რო არ არის, ალბათ ეგ პრინციპში მაგაში გეთანხმებით, მაგრამ აგრეთვე ისიც ჩანს, რომ ეს თლად აგრეთვე არც ის განცდა არ არის საყოველთაო, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები და მორალური უპირატესობა აქვთ. მათ შორის ახლა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლებს ხოლმე საჯარო სექტორიდან ბოლო რამდენიმე თვეში, ზუსტად იმიტომ, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიეს. გარდა ამისა, იქ არის კიდე ხალხი, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ, ან ვერ გაუთავისუფლებიათ, მაგრამ ისინი იზიარებენ ამ სულისკვეთებას. გარდა ამისა, ხო, ეს მხოლოდ მათკენ მიმართული ნაბიჯი არ არის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო იზოლაცია მათ შორის რომელშიც ქართული ოცნება მოქცეულია და რომელიც ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაულახავი პრობლემა ჩვენი ღმერთმენით მათ შორის ოცნების აი ეს ნაბიჯები რასაც ეხლა დგამენ მელიასთან მიმართებაში ჯაფარიძესთან თუ ნებისმიერ სხვასთან ვისაც აპირებენ ხო ეს არ დაეხმარება ოცნებას ამ იზოლაციის განმავლობაში, ეს არ დაეხმარება ოცნებას იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მათ შექმნილი აქვს, ხო, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, რაღაცა, როგორც ქვეყნის შიგნით, როგორც ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ხო, არსებობს ეს შეკითხვები, გასაგებია, რომ ეს უცხაბედი შედეგი ამას არ მოყვება, რაც მაგალითად მელიამ გააკეთა და ჯაფარამ გააკეთა და გასაგებია, რომ ხვალ შეიძლება ოცნება არ ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის ჩვენი აზრით ერთ-ერთი სწორი გზა. მორალური უპირატესობით ამ რაღაცა უკომპრომისო და გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ადრეს მოჰყოლია შედეგები ქართული ოცნებისთვის საზიანოდ და ახლაც დარწმუნებულად რომ ასე მოხდება რა და ხო ეს განცდა არ იქ შესაძლოა არ არის საყოველთაო ოცნებაში მაგრამ არც ის განცდა არ არის საყოველთაო რომ ისინი ახლა კარგად გამოიყურებიან და არაფერი პრობლემა არ აქვს მათ შორის ეს სანქციების მათ შორის ეს რაღაცა დასჯა რაც მათი ხდება და მათი წევრების განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მე მგონი უკვალოდ არჩება და ეს ჩანს კიდეს თუ მე დასაქცირებული იყო ყველა გაუშვეს ხელისუფლებიდან და ეგ რაღაცა ხაზი არის მე პირადად გითხრათ სიმართლე უფრო ისეთი შეტაბეჭდილება მჩება რომ აი ხელისუფლების აი საშუალო რგოლებში იმდენად ეს ბრალეულობის და დანაშაულისაც მორალური უპირატესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ იგივე 9 აპრილის მერე ეროვნულ მოძრაობაში კარგად მახსოვს, რომ შეიცვალა ქვეყანა პრაქტიკულად ხელისუფლებას ჰქონდა დანაშაულის განცდა და რო ხედავდა წვერიან ადამიანს, რო ხედავდა მაშინ იშვიათი იყო წვერიანი ადამიანი ქუჩაში, ყველა ეგონა ეროვნული მოძრაობის მონაწილე და ლავის აღარ იცოდა რა ეხლა პატივი როგორ იცოდეს. ასე იგრძნობოდა, მახსოვს მე თვითონ მახსოვს ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დამაკავეს კიდეც იქ პოლიციაში და რომ ისე ვიყავი პოლიციაში რომ მიმიყვანეს, არის ბატონო დავიდა, აქ მომძანდი და აქ დამძანდი და არ იცოდნენ პატივი რითი ეცათ. რაღაც საარჩევნო კამპანიის დროს, ანუ ეს მომენტი იყო, ესეთი მომენტი არის უფრო იგრძნობა შიში, ჩემი აზრით, რომ ემან და იმ დასავლეთმა, დიპ სტეიტმა თუ რაღაც მასონებმა თუ რაღაცა უბედურებებმა რაღაცა არ გვიქნა.
და არიქა და არ დაგვემხოს თავზე ყველაფერი. ეს შიში არის. ეს შიშები არის რაღაცა, მაგრამ აი რამდენად ისინი დამნაშავედ და მნიშვნელოვანია ისე იგრძნონ თავი დამნაშავედ კი ამაში. ხო, არა, ნუ პოლიციაში აშკარად არა აქვს ხა ყოველ შემთხვევაში საცხადო. აი რაღაცები ახალგაზრდების დაპატიმრებას ხო? ჩვენ ნახეთ რომ ხა ძალიან აგრესიულად იქცევა პოლიცია, ანუ თითქოს თვითონაც მონდომებულია და ნახეთ ხო იქ გასაგებია თბილისის მოლთა რო იყო აქცია, ისეთ სიტყვებს ლანძღავდნენ. ანუ ეს ვარ დაავალებდნენ ხა ლანძღეთ ხალხი, რა თვითონ იყო მოტივირებული რომ აი ეგინებინათ ხალხი ლანძღათ და თქვენ რაღაცა ვიღაცის მოდა და დაახლოებით იგივე მესიჯებს იმეორებენ, რასაც ხელისუფლება. შესაბამისად იმ ხალხს იმ ხარეს ვინც არის ჯერა ალბათ როგორც ჩანს იმის რომ აქ ყველა აქეთ ხარეს ყველა ვიღაც მოსყიდული აგენტები არიან და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი ამას რა უნდა ეშველოს. ის გამოზარდეს იქ რაღაც რამდენიმე 1000 ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ამ ხრივ განსაკუთრებით აგრესიული და აქტიურია. მე ვერ ვიტყვი რომ ეს საყოველთაოა ეს განწყობა და საპატრულო პოლიციაში ან ყველა უწყებაში ასეა, მაგრამ აი ესენი ვინც ექვემდებარება ამ ხარებებს და მსგავს ელემენტებს, ნამდვილად ისეთები არიან. უბრალოდ ხო, ნუ ეს უმრავლესობის განწყობა მე არ მგონია რომ ესეთი იყოს, მაგრამ ესენი არიან ვინც წინაპრაზე განან და ჩანან და აქტიურობენ. ხმა არავინ არ ამოიღო, ეხლა ნახეთ ეხლა მზიამაღლობელი საქმეზე რა მიხდება, ხო ეხლა მათი ეხლა პოლიციის უფროსი ერთად პოლიციაში დგას და ლოყა მეჭია და გამიწითლდაო და რაღაცა ფუფუ ამტკივაო და ეგ ამ მიზეზით უნდათ რომ 4-7 წლამდე ჩასვან გოგო იმაში რა ქვია ჟურნალისტი ქალი ციხეში და ამაზე არავის რეაგირება არ აქვს ხო არ ვიცი არ უტყდებათ არ ვიცი თუ უტყდებათ არ ამბობენ და ნუ ასე შემდეგ მოკლედ ერთი მარნეულის ეპისკოპოსი გამოიხმარ. თირაც მეგავიგერო, აი სირცხვილია უმოლოს და მოლოს უსიკითხა. ეგეც მნიშვნელოვანი არის. ეგეც რაღაცა არის მაჩვენებელი, რომ მარნეულის ეპისკოპოსი თან არ არის მთლად უბრალო ეპისკოპოსი. ხო და არც მაინც მხარდამჭერია ოპოზიციის. ხო, მოსესის მხარდამჭერი არა, ყველა ხოცევის მხარდამჭერია და ხო, ნუ რაღაცა ეგ ეპისკოპოსი კი ვარ, მაგრამ თვითონ ძალოვანებში. მათთვის აი ცრუ მოწმეობა, ისე დადიან და ისე აძლევენ ამ ცრუ ჩვენებებს, თვითონ არაფერი კაი საქმეს აკეთებენ. ხო, ეს მორალური ზღვარი გადალახული აქვს ნამდვილად. უბრალოდ ეს არ ნიშნავს, რომ ისე როგორც წინ მიქრიან, ეს ძალაუფლება მიყვებათ ისე, როგორც ყოველთვის ამას წარმოაჩენენ. ანუ ეგ განცდა მაინც არის ჩვენში, ოპოზიციაში განსაკუთრებით, რომ კი ესენი როგორც ხმაურობენ და როგორც წარმოაჩენენ ამ ყველაფერს და როგორც დემონსტრირებენ, ამის რესურსი თლად არ აქვს. განსაკუთრებით აი ეს საგარეო ფაქტორი არის მათთვის დიდი პრობლემა. ხა ეს მათ შორის სენატორი რო ჩამოსულია და ხვდება აქ მათ მოუწია შეხვედრა მასთანაც. ხო ვიცით რომ ელჩს მაგალითად არ შეხვდა ივანიშვილი რამდენიმე კვირის წინ და რაღაცა ეს თავი აარიდეს. ეხლა მოუწია შეხვედრა, გზავნილიც მიიღეს და ეს გზავნილის დაახლოებით უწიათ რა ხავს თავისუფლად გააპირებენ რომ აი ამერიკელი სენატორი დაახლოებით ვიცით რა გზავნილია, იმიტომ რომ რამდენიც მე ვიცი თქვენი წარმომადგენლები შეხვდნენ თუ არა. ხო, დილით იყო, მე არ მქონია ჯერ მაგათთან შეხება სასამართლოზე ვიყავი, მაგრამ გზავნილი ვიცით დაახლოებით იგივეა რაც იყო წინაჯერზე მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული, რომ ეს ქვეყნის შიგნით აი კანონების შეცვლა, პატივრების გამოშვება და ოპოზიციასთან დიალოგი. ეს არის სამი მნიშვნელოვანი, ხო? ეს რაც გულისხმობს უკვე დეტალებს შესაშლელია, ხო? ოპოზიციასთან დიალოგი მათ შორის ახალ არჩევნებსაც გულისხმობს. ახალ არჩევნებსაც გულისხმობს და ისაც ესენი აკეთებენ მაგის საპირისპიროა და ხა რამდენადაც თქო თანხმედრაში მოვა ამერიკის ამახალ ადმინისტრაციასთან ამათი ქმედებები, რთული გამოსასწრები არ არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანება არის ამ საკითხზე და ამით რაღაცნაირად ფონს გადიან, მაგრამ ეს მე მგონი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. კი ბატონო და მინდა ერთ თემაზე უსულოდ გადავიდე, ეს არის თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. თქვენი პარტია იყო პირველი, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს უნდა გამოუცხადოთ ბოიკოტი. ნუ ნაციონალური მოძრაობა აკვათ ამ ამბავში, ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს ყოველ შემთხვევისთვის, ლელო თავს იკავებს, გახარია ფაქტობრივად ამბობს, რომ ის მიიღებს მონაწილეობას. აქ ჩვენ შორისაც განსხვავდება აზრი, მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ნუ პარტიების მონაწილეობას ეხა ასეთ ვითარებაში აზრი არ აქვს, თუ ამბობ ერთი მხრივ პარტიები თუ უთკიცებთ ხალხს რომ არჩევნები გაუქმთაო, გააუქმა ივანიშვილმა არჩევნები ამ ქვეყანაში, რომ გაუქმებულ არჩევნებში რაღა გინდა, ხო? ჩემთვის ლოგიკა გაუგებარია და ასე შემდეგ, მაგრამ დათო პირიქით ფიქრობს. და მოკლედ მოდი ჯერ შენ ახსენი, რატო გააწყვეტა თქვენმა პარტიამ, რომ გამოუცხადოს ბოიკოტი, რას ხედავთ ამას ერთადერთი გზად და მე დათოს დაუთმობ ასპარეზით კითხვებს დაგისვა. ან აზრს გეტყო. არა, კითხვები აქ ან თავისა მე დათოს აზრით და ორი სიტყვით ამაზე რთულია თუ კამადია ხო მაშინ კი ბატონო შენი აზრით მოგვახსენე ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ რეჟიმთან არათანამშრომლობის გზა მათ შორის ვარი გამოუცხადეთ საპარლამენტო მანდატებს არც დაფინანსება ავიღეთ არც პარლამენტში შესულ ვართ და არც კომისიაზე მისულ ვართ და როგორც იცით აი ეს მათ შორის მელიას და ჯაფაიძის დაპატიმრებაც ამის მიზეზი იყო ხო ეს ჩვენი ეს არის სწორი სტრატეგია ეხლა გასაგებია რომ რეჟიმი ამ წუთს ჯერჯერობით არ იხევს უკან და ჯერჯერობით არ პროტესტის მოთხოვნებს სრულად არ შეუსრულებია მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ანუ ის რომ ჯერ ბრძოლა არ მოგვიგია
ანიშნავს რომ ბრძოლა წავაგეთ. ვართ პროცესში, ეს არის მიმდინარე პროცესი და ამ პროცესში გონია აი ამ ხაზის, აი ამ არათანამშრომლობის თანმიმდევრული გაგრძელება, ხო? ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ხა ამ მომენტში და ამ პირობებში ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ. ერთი ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა მოწოდებით ბოიკოტისტები და არ არის რომ არჩევნები ან გვეზიზღება, ან გვეზარება, ან რაღაცა მსგავსი მოტივი გვაქვს. პირიქით, ანუ არჩევნებში ყოფნა ჩვენთვის და განსაკუთრებით, რა ვიცი, მელიასთვის და ჩვენი პარტიის ლიდერებისთვის არის როგორც, რა ვიცი, თევზი წყალში ყოფნა, ესე არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიაში ყოფნა. უბრალოდ ამ პირობებში, შესაძაც რაღაცა არათუ რაიმე არ შეიცვალა და მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა პროტესტის, არამედ გაუარეს და საარჩევნო კანონმდებლობა, გაუარეს და საარჩევნო პროცედურები, უბრალოდ აზრს ვერ ვხედავთ. ვერ დავარწმუნებთ ჩვენ ვერავის რომ ეხა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნება, რა ვიცი, დაცული, გარანტირებული და იქ აისახება მოსახლეობის ხმები მეტნაკლებად სამართლიანად. გარდა ამისა, ხო, ეს იქნება ავტოკრატიის ნორმალიზაცია ჩვენი გაგებით, ხო? ის არანორმალური მდგომარეობა, რაც ეხა ოცნებას აქვს შექმნილი ამ ქვეყანაში და ის რაღაცა ავტოკრატიული სპირალი, რომელშიც ჩაეშვა, ჩვენი აზრით, აი ამ ყველაფერს თუ ჩვენ ჩავყვებით და ჩაყოლა არის ჩვენი აზრით ამ არჩევნებში, ამ პირობებში მონაწილეობის მიღება, ეს იქნება ამ არანორმალური მდგომარეობის ნორმალიზაცია. რაც საბოლოო ჯამში არ წაგვიყვანს კარგი მიმართულებით და კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს ადამიანების. ეს არის ჩვენ ისიც გვჯერა, ხო და ეხა იმისთვის რომ ისე მორიგი იმედგაცრუებისთვის გავწიროთ ადამიანების და მოსახლეობას და ჩვენთავიც და ამით რა ვიცი კიდევ ერთხელ დავანახოთ სოფლიოს რომ ოცნება აქ არჩევნებს აყალბებს და მიტაცებული აქვს ძალაუფლება, რაც უკვე მე მგონი ყველამ დაინახა და ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ეს აისახა, აღარ მგონია ამის კიდევ ერთხელ დადასტურება საჭირო და აუცილებელი და მგონია რომ უნდა გავაგრძელოთ აი ეს არათანამშრომლობის და ეს რაღაცა პრინციპული წინააღმდეგობის ხაზი და საბოლოო ჯამში ოცნებისთვის ეს იქნება უფრო მეტი პრობლემა ვიდრე ისე ჩვენ შევიდეთ ამ არჩევნებში. კი ბატონო. არა, რატო არ არის შეთვის ეს არგუმენტი? ძალიან მოკლედ არა, ეს არგუმენტი არის ერთ-ერთი შესაძლო ოფცია, ანუ რომელიც შეიძლება დასრულდეს ფრუსტრაციით. კი, ანუ მიიღო მონაწილეობა, იქ ვერ მიაღწიო წარმატებას, გააყალბოს ისევ, თან ახლა კიდე სხვა მიზეზებიც იყოს და რაღაც ფრუსტრაცია შესაძლო ოფცია. ოღონდ ეს არის ერთ-ერთი და არა გარდუვალი. ხა ეს წინასწარ გარანტირებულად იმის თქმა, რომ ყველა ვარიანტი ასე იქნება, ეს თორე რთულია და ვერავინ ვერ იტყვის ხვალ რა იქნება, იმიტომ რომ კაცმარიძე შეიძლება სულიად შემთხვევითი ფაქტორი გამოხდეს, რომელსაც ააღიროს თელი სიტუაცია. სამი თუ გვაქვს იმას. მე გამოდივარ რამდენიმე იმიდან. ჯერ ერთი მე საერთოდ პრინციპულად მიმაჩნია, რომ არჩევნების ბოიკოტი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ძალის დემონსტრირება და არა რაღაცა ესეთი დისიდენტური, მორალისტური პოზიცია. დისიდენტებში და ტოტალიტარულ სახელმწიფოში არჩევნები არც არის. არ ტარდება პრაქტიკულად, ხო? ანუ ოპოზიცია მაგას ამბობს, ახაც არ ტარდება რა, ფორმალურად ტარდება. ეს არ არის, ეს შეფასება და სუბიექტური დამოკიდების ფაქტი არ არის, ეხლა. ფაქტი არის, ოდესაც ჩატარდება და ნახავ რომ გააყალბა. აი ეს არის ფაქტი. ჩატარებული, კაცო, ის რომ ჩატარდა, იქნება ეხლა არ შვება, ან ვერ შვება. არა, არ ვიცით, ხო, შენ ასე გონია. და მე მგონია რომ გააყალბებე კი, მაგრამ როგორი იქნება ეს გაყალბების ხარისხი? რატო ხარ დარწმუნებული რომ იქნება ან ასეთი ან ის არ ვიცით ეს ჯერ. ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, დასავლეთის ზეწოლაზეც არის დამოკიდებული, კონjunქტურაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ჭირდება ხელისუფლება, ბევრ რაღაცაზეა. ანუ ეს არის ბრძოლის ველი, იგივე მოთხოვნები რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ჯერ. ეს ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ერთ-ერთი თავარი მიზეზი, ის რომ ბოიკოტში თუ ძალის დემონსტრირება არ არის, ეს არის უძლურების დემონსტრირება მაშინ. ანუ შენ თუ ვერ ახერხებ პრინციპულობის დემონსტრირება. არ არის ეს პრინციპულობის დემონსტრირება, ძალიან ადვილი გამოსავალია ჩემი აზრით. თუ შენ არ ხარ და ვერ უწევ წინააღმდეგობას ხელისუფლებას, ანუ ჩაშლას ვერ ახერხებ არჩევნებს, რომ გადააფიქრები რომ ჩაშალო. მაშინ გამოდის რომ გახვედი ბრძოლიდან, იმას დაუტოვებ ბურთი და მოედანი და აჰა რაც გინდა კენეობნები და ის რას იზამს? გაყალბების გარეშე ატარებს არჩევნებს, არ ჭირდება. ხო, არჩევნები კონკურენტული ვეღარ იქნება. ნუ გასაგებია კონკურენტული არ იყო, აღნიშნავს ამას ეულთო, რომ არ იყო ეს კონკურენტული. არც იმდენად. უფრო მეტად თავი ფაქტორია, რომ მოიგებს პატიოსნად. მათ შორის ახლა ის მოახერხებს, იქ წვრილი პარტიები იყვნენ. იბოახერხებს, რომ კიდე იქ მაჟორიტარებში ვიღაც ოპოზიცია უკვე ამას ჩალენჯი მიდის, რომ ვიღაც ოპოზიციურად განწყობილი ტიპები დამოუკიდებლად მაჟორიტარად იყარან კენჭი. თვალდა ეცოდინებათ, მაგრამ ეს ანიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპში დაჯდება ყველგან, მათ შორის სიტყვაზე ნოშიკო ნამორაძის თუ კალაძე არ იყრის, კენჭი ვიღაცა ნოშიკო ნამორაძეს დაგისვამს თბილისის მერად, ისე რომ ჩვენ კიდე ვიყრებით და შევხედავთ და ხმას ვერ ამოვიღეთ. ანუ ბრძოლაშიც კი არ შევდივართ. ანუ ეს არის ერთ-ერთი და თუ რამე გამოიწვევს ფრუსტრაციას, გამოიწვევს სწორედ ეს. იმიტომ რომ ერთ დავამთავრებ რა.
არც ერთი, აი გარანტირებულად შემიძლია გითხრა, დასავლეთის სახელმწიფო, არც ერთი. არც ევროკავშირი, არც მით უმეტეს ამერიკის ეს ადმინისტრაცია არ იტყვის რომ წადით ბოიკოტში და შედით ბოიკოტში და ხარს არ დაუჭერს ხარს ბოიკოტს. პირიქით მოხდება დიდი ეჭვი, მოგვიწოდებენ რომ წახვიდეთ და ვინდათ ამას უარ გააკეთებ. ეხლა სინქრონის დარღვევა ჩვენს ქმედებებსა და დასავლეთ შორის ეს იქნება ძალიან ცუდი. შემიძლია კიდევ ბევრი ვილაპარაკო. ბევრი არგუმენტი გაიყვანა, მაგრამ კიდევ ერთი არგუმენტი რაც არის აქეთ მხარეს რომ აი თბილისში რაღაც დიდი ქალაქების მოგება ხო, დიდი გაყალბების პრობლემები ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე იქნა თბილისის მერი წავარდა. თუმცა მე რა კიდევ ვიტყვი და მოვჩები. მე არ ვარ ილუზიები არ მაქვს. არ მაქვს იმის იმედი რომ მაინც ყველას გადავატყვევ, უფრო მეტად შესაძლო სცენარი ის გონია, რაც დღეს დავწერე Facebook-ში, იმას რომ კერძოდ ის რომ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არ მიიღებს, მე ის ვინც არ მიიღებს მონაწილეობას იტყვის რომ აი ეს მოიგებს რა თქმა უნდა ოცნება ამ არჩევნებს, ასე მათ შორის თბილისშიც, მე იტყვის რომ ერთი ნაწილი იტყვის რომ მეორე ნაწილის ბრალია ყველაფერი, მეორე ნაწილი იტყვის რომ ამის ნაწილია და აი ფრუსტრაცია მაშინ იქნება ჩემი აზრით. ამიტომ მირჩევნია თუნდაც ჩემ პოზიციის საწინააღმდეგოდ იყოს ერთიანი პოზიცია, ვიდრე იყოს აი ეს რაც მოხდება. ყველაზე ცუდი არის ეს. მოკლედ ამ ყველა არგუმენტზე და თბილისის მოგებაზე რა აზრია? ხო, აი ეს პარტიაში თქვენთან რას ფიქრობთ? ხო, ნახეთ, აი ეს დიდი ქალაქების მოგება, ეს თეორია არსებობს, ეს 20-21-ში არსებობდა. სხვა შორის 20-21-ში. კი, მაგრამ ცოტა დააკლდა. მაგალითად, ხო, მაგალითად გიორგი კირთაძეს ბათუმში იმაზე, ანუ რამდენი ხმაც გაუბათილეს, იმაზე ნაკლები ხმით წააგო მეორე ტურში კანდიდატთან რაღაც 1200. ხო, აი გაბათილება დაგვაუწყდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი გაყალბებისთვის არის კონკურენტის ხმებს აბათილება. 1200 ხმით მოუგო თითქოს ჩიქოვანმა ადეიშვილის ყოფილ მოადგილემ კირთაძეს. მეგის კარდავას. ხო, მეგის კარდავას. და 2000 ხმა იყო გაბათილებული კირთაძის ხმების უყველა. ანუ იგივე მოხდა რაღაც ქუთაისშიც და ზუგდიდშიც ძალიან მცირე სხვაობა 2000 ხმიანი სხვაობა იყო და იქაც ჩხოროწყუშიც კი იგივე იყო, სადაც რა 200 ხმით მოიგო ოცნების კანდიდატმა და 500 გაბათილებული ხმა იყო და 400 ადამიანი გადასატან ყუთში იყო საერთოდაც, საიდანაც 95%-ს მოკლედ თბილისზე ჩვენ ოპოზიციამ რო იცის რომ თბილისის მოგება მნიშვნელოვანია, ხელსურამაც ხო იცის. ანუ არ დათმობს. გარდა ამისა, ვერკეტი აქვს უამრავი. დათმობს ასე კი აღარ. ვერკეტებია. გარდა ამისა, ვინც მომს ხელისუფლებას. ამ ოცნების ამ რიცხვებით თუ ვიჭერეთ, ოცნებამ თბილისში რამდენი პროცენტიც აიღო, ეს არის 52%. იგივე აქ აღებული 2021-შიც, 2020-შიც და წინა წლებში, ანუ ოცნება, ეს ხალ ჩვენ თუ ოცნების ციფრებს დაუჯერებთ, ოცნებას თბილისში ხმები არ მოკლებია და არ მოკლებია, რა ქვია, რეიტინგი და ოცნება ამ რეიტინგით ახერხებდა პირველივე ტურში გამარჯვებას აი ამ манипуляციებით, ან მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას, ხო თუ დაუჯერებთ ოცნების რიცხვებს და ახლა როდესაც საარჩევნო პროცესის მიმართ დობა საერთოდ წაშლილია, არათუ მოსახლეობას, არამედ თავად პარტიებს არ გვჯერა, რომ ამ პროცესში შესაძლებელი არის რაიმენაია დაისახოს იქ მოსახლეობის განწყობა, ეს 42%-ია, არათუ საკმარისი იქნება, არა მართლა აი აზრი არა აქვს უბრალოდ საკთან საკრებულოში ისე შეცვალეს ეს კონფიგურაცია მაჟორიტარების რომ გასაგები არის წინასწარ რომ ამ манипуляციებით აი ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებით და ამ უნდობლობით რაც ხალხში დათესეს ისინი მოახერხებენ ისევ ამ ძალაუფლების გამყარებას და ეს იქნება კიდევ უფრო მეტი ფრუსტრაციის გამომწვევი. ეხლა უნდობლობას თესავს სწორედ ეს ბოიკოტის კამპანია, იმიტომ რომ ბოიკოტის კამპანია აზრი არ აქვს და ეხლა მეტი არანდო. აზრი არ აქვს, მართლა არ აქვს აზრი უნდობლობა. ასე ვიქენ თუ ამ განწყობით ვიქენ. ხო, მაგრამ 20-25-ში ამბობდნენ რომ მოდი ვთქვა ყველამ რომ აზრი აქვს და იძახა ოპოზიციამ აზრი აქვს ვერ გაგიყვანებენ, მაგრამ შედეგმა ეგ კი არ იყო შეცდომა რომ მაგას იძახდა. შეცდომა არ იყო, მაგრამ შედეგი არ შედეგი იმიტომ იყო რომ ამ სწორ მესიჯს არ მოყვა სწორი შესაბამისი ქმედებები. იგივე ხმების გაკონტროლების თუ ან თავარი მაინც არის რომ დობა არ არის ადამიანებში. აი მაგალითად იგივე 20-24 საარჩევნების წინაც კი ნიკა მელია ყვებოდა ხშირად რეგიონებში დადიოდა ძალიან ბევრს და მეც მასთან ერთად დავდიოდა ამ მეც შევსწრები ვარ ამას რომ ხალხი 20-24-ის ზაფხულში არ ხპირებდა არჩევნებზე წასვლას, იმიტომ რომ მაშინაც კი უნდობლობა იყო არჩევნების მიმართ და მაშინაც კი რაღაცა ეს ნიჰილისტური განწყობები ჭარბობდა. მაგის მერე მოვახდინეთ რაღაცნაირად ოპოზიციამ დარწმუნება ადამიანებს რომ მისულიყვენ არჩევნებზე. თბილისზე იყო და იმუშავა თბილისში და ახლაც იმუშავებ და
თუ იქნება შესაბამისი განწყობა და თუ არ არის ეს განწყობა და თუ არ გვინდა და რაღაცა საერთო კანდიდატურა შეთანხმებული ყოფილა. საერთო კანდიდატურა ეს ვერ გადატეხავდა როგორ მოიგებს. იცი რა, საერთო თვითონ პროცესის მიმართ არის ესეთი დიდი უნდობლობა, რომ როდ შევთანხმდეთ ყველაფერი ამაზე, მაინც აი ოცნება თუ გადაწყვეტს, რომ მაგალითად თბილისი აქვს მოსაგ, ოცნება მე ხა 42% რატო აიყო თბილისში, იცით რომ არ იყო თბილისი მისი მთავარი საზღვრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა, მაგალითად ნინოწმინდაში ერჩივნა 87% აიღო, ვიდრე მაგალითად საბურთალოზე აიღო 55%, თორე თუ ოცნებისთვის საჭირო გახდება რომ თბილისში, ქუთაისში ან ზუგდიდში დაიწეროს ის რაღაცა პროცენტი, რაც საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის, ის ამას ამ манипуляციით და ამ პირობებში მოახერხებს. ასე ყოვლის შემთხვევაში თუ წარმოადგენს ყოვლის შემთხვევაში არა, უბრალოდ ჯერჯერობით მას ის დათმობები არის. ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა არის აი მორალური უპირატესობის შენარჩუნება, მასთან არათანამშრომლობა და ის არალეგიტიმურობა, რაც მას აქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის შენარჩუნება და ამის გაღრმავება. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ოცნება ეხა არის კომფორტულ მდგომარეობაში. არც ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით არც ქვეყნის გარეთ. არ აქვს ვერ გაარღვია მან ეს იზოლაცია. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული გაარღვევს აი არჩევნებში რომ მოიგებს ყველა. რონაიეთ ის ხო არჩევნები არ იქნება თუ ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ის არჩევნები არ იქნება. ჩვენ ხო არ წყვეთ ამას წყვეთს გადაწყვეტს ის ამერიკის ყველა საერთაშორისო საერთაშორისოისა და თუ წესიერო აგერ ამერიკელი სენატორი შეხვდა დღეს კოლბახი. თუ წესიერო ჩატარა ამერიკის სენატორი შეხვდა ოღონდ ის გზავილი გადასცა რაც კოლბახისთვის კარგი მოსასმენი არ უნდა იყოს. ეს გასაგებია. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში ხო ზუსტად არ ვიცი მაგრამ ასე არის. ანუ რაც განცხადება გააკეთა ამ სტივ დეინსმა იქ ისეთი არაფერი არ არის ახლა რაც შეიძლება ხელისუფლებისთვის. ნუ ეს დიპლომატიური ზარმარტივად აგერ საელჩოს ხო იცნობ და ხალხს. მიკითხეთ ერთი ამ არჩევნებთან დაკავშირებით რა აზრია. აი ეგეც მინდა რომ მე თქვა 2021-ში ნამდვილად იყო და 2020-ში საელჩოების და საერთაშორისო მეგობრების ზეწოლა რომ პარლამენტში შედით, არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა წაართვით ქალაქები, მაგრამ ახლა ეგ განწყობა ნამდვილად არ არის. ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და ვისთანაც ჩვენ რაღაც ამ საკითხს ვისაუბრია, ვერავინ ვერ გეუბნება და ვერავინ ვერ იძლევა იმის რაღაცნაირად გარანტიას, რომ ეს იქნება ნამდვილი არჩევნები და შესაძლებელი იქნება. არც მე მინდა დავადასტურებ, რომ ეგ ზეწოლა ნამდვილად არ არსებობს დასავლური სახელმწიფოების ზეწოლას ჭყალებში ვიძახი. ანუ არ არის, მაგას არ გეუბნებიან, რომ ეგ გააკეთე. გასაგებია, რომ ეხა ბოიკოტში შედიო, არც მაგას არ გეტყვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე ერთი აზრი არ არსებობს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და მათ ელჩებში, რომ დაინახეს თვითონაც დაინახეს, რომ ის რაც ჩატარდა არჩევნები არ იყო და იმის მერე კიდე გავუარეს და მდგომარეობა და როგორ გეტყვიან რომ მიდი ეს გააკეთეო. საერთოდ ეხა ასე არ ხდება. თურქეთის სცენარი იყო ძალიან ისეთი ხოლმე რომ აი სტამბული წაართვით, აი როგორც სტამბული იზმირი და ისინი წაართვეს და ეხა ისეთი გააკეთა იქაც იქაურმა მართლმა პარტიამ ხო ეს დაიჭირეს იმამ მოღულ საერთოდ კაც 10 მილიონმა კაცმა მისცა ხა და ციხეში ჩასვეს იმის გამო რომ რაღაც დიპლომი არ ქონდა თუ რაღაც ისეთი რაღაც მოხდა რომ ეს არგუმენტიც კი რაღაცნაირად ისეთნაირად შესუსტდა ეხა რომ ვერავინ ვერ გვეუბნება მაგას და ვერ იძახის რომ შედით და რაღაცა წაართვით ქალაქი იმიტომ რომ ჯერ რომ ამ სისტემაში წარფება შეუძლებელია სანამ ოცნება რამეს არ შეცვლის და რაოდნავ ნორმალური რა გახდება და მეორე გარანტიაც არ არის. რატო უნდა შეცვალოს თუ ვერ ებრძვი და თუ შენ გარეთ გიდან რაღაცას უკვე ჩვენ ზუსტად პირიქით ხედავთ რატო უნდა შეცვალოს? რატო უნდა შეცვალოს ოცნებამ რამე თუ შენ უკვე მზად ხარ რომ შეხვიდე ამ არჩევნებში? ჩვენ თუ მზაობას აცხადებ რომ ნორმალიზაციას გავუკეთებ ამ ყველაფერს ნორმალიზაცია არ არის ეგ არის ბრძოლაში შესვლა და არა ნორმალიზაცია შემოშევლა. ბრძოლაში შესვლა ის რო არის თანამშრომლები ბრძოლაში ყოფილი მიგანკარდიო არ გაქრება ასე რა. არა, გასაგებია, მაგრამ აი სხვა რა ბრძოლა. ეგ არგუმენტი არსებობს. რევოლუციას თუ აკეთებ, ამას სხვა ის უნდა. რევოლუციას ესე ვერ დაგეგმოთ, ვერ გააკეთებ, არა. აი, ზუსტად მაგას უპასუხები და მოვრჩები, რომ ის რომ ოცნება რამეს არ შეცვლის, მაგის გარანტია ეს არის, რომ უკვე მზაობას აცხადებენ ვიღაცები, მათ შორის გახარიეს პარტია და თუნდაც ლელო და სხვები, რომ შემოვდივართ ამ პირობებში, ყოველგვარი პირობების ცვლილებების გარეშე და ჩვენ მზარდულად რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღოთ. ოცნებას ახლა სჭირდება ლეგიტიმაციის განახლება. ის რომ ადგილობრივ არჩევნებში რაღაცა მონაწილეობა ამ პარტიების მას ლეგიტიმაციის რაღაცა კონტურებს არ მისცემს და ახმებს არ გაუჩნდეს მოსახლეობას, რომ აი ეს ეფექტური მთავრობა და ატარებს არჩევნებს და ლეგიტიმურია. მე მაგას და ჩვენ მაგას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ხო ზუსტადაც მას სჭირდება კიდე ერთი არჩევნების ჩატარება რაღაცნაირად, რომ აჩვენოს, რომ აქ ეფექტური კონტროლი აქვს, ოპოზიციას რაღაცნაირად დათანხმდა ამ პირობებს და ამიტომაც არც არაფერს არ შეცვლის. ამ არჩევნებით ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს და რაღაცნაირად კიდე 3 თუ 4 წელი როცა უწევს შემდეგ არჩევნები იქნება და იქნება. ეს არის დასავლეთში ესე კიდე დრო ძალიან გადავაჭარბეთ.
ლეგიტიმურია, ასე იგი, არ ვიცი. კი ბატონო, მოკლედ ამაზე თახობა არ არა, არის. ოპოზიციაშიც ჩვენც არ არის თახობა. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე ამერიკის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. ჩვენ სტუმარი იქნება გიორგი ლაბაძე, ამერიკის მცოდნე. ვიცით, რომ სენატორი სტივ კელოგი ჩამოვიდა, შეხვდა ოპოზიცია, შეხვდა პრემიერ-მინისტრი და ასევე უბრალოდ სტივ დეინსი ჩამოვიდა და კიტ კელოგმა გააკეთა საინტერესო განცხადება ნატოსთან დაკავშირებით, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის შეშფოთება სამართლიანია, თქვა მან. რა ხდება და თქვა, რომ საქართველოზე და მოლდოვაზე და უკრაინაზე შეიძლება ვფიქროთ, რომ აღარ შევთავაზოთ ნატოში წევრობა. რა ხდება ამ მიმართულებით, ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. ხელობა რა, მენეჯერი ხელობა. დავბრუნდით ჩვენ ეთერში, ამასობაში. ჩვენი სტუმარი არის გიორგი ლაბაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის მცოდნეობის დოქტორანტი, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა გიორგი. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. და ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკის პოზიციებზე საქართველოსთან და არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან დაკავშირებით. კიტ კელოგმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომელმაც ბევრს გული დაწყვიტა, საქართველოში და ბევრი კითხვა გააჩინა. ის ამბობს, კრემლის შეშფოთება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და აშშ მზადა ეს საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს სამართლიანი შეშფოთება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ შემიძლია ნატოში კიდევ 4 ქვეყანა დაგისახელოთ და ნატოში გაწევრიანების ნებართვისთვის 32 ან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენ საზღვრებთან ახლოს, ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლებაო განაცხადა კელოგმა, ანუ ფაქტობრივად დაეთანხმა პუტინს. ეხლა მთელი ამერიკის ხელისუფლების პოზიცია არის ასე თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ეს ითქვა, ფაქტი არის, ხო, ამას ვერცად ვერ გავექცევით. რას ფიქრობ, გიორგი, შავდიათ შეიძლება ამაზე წავიდეს, თქვა, იმიტომ რომ კომპრომისების ძიება მიდის, ეხლა რაზე შეიძლება დაითანხმონ პუტინი, რომ ომი შეწყვიტოს. და რამდენად რეალურია, რომ ეს აღმოჩნდეს რაღაც კომპრომისი. საერთოდ ეს ნატოს გაფართოების საკითხი მოგვიხსენება, რომ მე როგორც ვაკვირდები ადმინისტრაციაში გაყოფილი არის ორად. ერთი მხრივ ზოგი ამბობს, რომ ეს ნატოს გაფართოება ისედაც ძალიან რთული მომენტია და ამიტომ ჯობია, რომ ეხლა შეწყდეს ამაზე ლაპარაკი. და ზოგი ამბობს, რომ პირიქით უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, მაგრამ მე მგონი ამერიკელებმა ამ შემთხვევაში ისიც უნდა დაინახონ, რომ ნატოს გაფართოება როგორც პირობა არ არის მხოლოდ ფაქტი, ეს ერთგვარი მორალური ნაწილიც არის, იმიტომ რომ თქვა საქართველოს თუ ბოლო წლების განმავლობაში ცოტა შეფერხდა, მაგრამ პრინციპში თუ ახორციელებდა იმ რეფორმებს, რასაც ის ქვეყანა მიყავდა დასავლეთისკენ, ხო? ეს იყო საბოლოო მიზანი, რომ აი ოდესღაც ნატოში გავწევრიანდებით, ხო? ასე რომ ეს ამას ისედაც ბევრი სკეპტიკოსი ყავდა და ეხლა თუ ის მომენტი გამოვიდა, რომ გამორიცხულია არცერთ შემთხვევაში ეს აღარ მოხდება, რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული მორალური დარტყმა იქნება იმ ხალხისთვის, რომლებიც საუბრობთ, რომ აი დასავლური გეზია საქართველოს უსაფრთხოებისთვის საჭირო და სწორი და ესე გადარჩება ქვეყანა როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი. ასე რომ რა თქმა უნდა ესეთი პოზიცია თუ საბოლოო ჯამში კომპრომისად შედგა, რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული იქნება ქართული საზოგადოებისთვის. აქ საქმე იმაშიც არის, რომ თუ თქვათ ამაზე წავა ამერიკის შეერთებული შტატები ამასობაში რაღაცნაირად სხვა სახის უსაფრთხოების გარანტიებზე და თანამშრომლობაზე უნდა იყოს საუბარი, ხო? ეხლა თუ მაგალითად უკრაინის შემთხვევაში საუბარი არის, აი მოგვიხსენება ჩვენ ეს მინერალების შეთანხმება, ხო? რაც ჩემი აზრით პრინციპში და თვითონ ამერიკელებიც ამას ამბობენ და უკრაინელებიც, რომ გარკვეულწილად შეიძლება რაღაცა დონის უსაფრთხოების გარანტია იყოს ამაში, იმიტომ რომ ამერიკელები ოპერირებენ და უფლებას არ მისცემენ, თქვათ, რომ ეს ამ ეკონომიკურ ოპერირებას რუსებმა ხელი შეუშალონ. ეს არსებობს უკრაინის შემთხვევაში. პლუს ამას უკრაინა უკვე გამოცდილი არის ომში და სამომავლოდ მე მგონი
უფრო საიმედო იქნებიან, მათ უფრო საიმედო ადგილი ექნებათ ხო ევროპაში, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ ჩვენ არც რაიმე ეკონომიკური კავშირები გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ასე რომ ეს ღია დატოვება საქართველოსი, ეს ძალიან რთული მომენტია, ძალიან პრობლემურია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე ამერიკა არ წავა, იმიტომ რომ მე არის ხოლმე ეს ცდილობენ ხოლმე თქვა ვინც პროქართულ ნაწილზე მუშაობს ყოველთვის ცდილობს ხოლმე რაღაცნაირად შემოიყვანოს ჩინეთის მომენტი, რომ აი საქართველოს გჭირდება რომ ჩინეთ დააბალანსოთ და ჯერჯერობით ეგეც არ ჩანს თუ რას გააკეთებენ რომ ჩინეთი დააბალანსონ, ხო? ასე რომ ამას ახლა რა თქმა უნდა ქართულ მოცემულობაში შეუწყო ხელი რომ ეს ჰაერში ვართ გამოკიდებული ყველა შემთხვევაში და არანაირი სათანამშრომლო გარემო არ არის, მაგრამ ის რომ ქართული ოცნება აქეთკენ არის მოწოდებული, ეს არ ნიშნავს რომ დასავლეთმა უნდა მიიღოს ეს მოცემულობა რა. რამდენად ევროპელი პარტნიორები ან თუნდაც ამერიკაში ხეიქანდაც მე ვიცი კონგრესშიც არ არის ამაზე ერთი აზრი, ხო მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაშიც, აი რამე რეაქცია ამას მოყვა თუ სავარაუდოდ როგორ შეიძლება? რა რეაქცია შეიძლება ამას მოყვას? საერთოდ მე როგორც ვიცი და რაც მესმის ხოლმე საუბრების დროს ეს არის რომ ზოგადად ეს ტრამპის გუნდში არის ნაწილი რომელსაც ნამდვილად აქვს მიდგომა რომ მაინც ჩინეთზე გადავერთოთ და ევროპა შედარებით ნაკლებად უნდა იყოს ჩვენი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩინეთი უფრო მზარდი საფრთხეა, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ის ხალხი რომლებიც ამბობენ რომ კაი, თქვათ ევროპიდან გავოდით და ვიძახით რომ ჩინეთი დიდი საფრთხეა, მაგრამ ჩინეთი ხო რეგიონალური საფრთხე არაა, ჩინეთი გლობალური საფრთხეა. შესაბამისად, თუ ევროპიდან გახვალ, ჩინეთს შეუშვებ ევროპაში და ის უფრო მეტად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ამასაც უყურებენ ესე ვთქვათ. ამაზეც მიდის მსჯელობა, ვერ ვიტყვით რომ ამაზე არ მიდის მსჯელობა, მაგრამ თავარია აი საღიაზრი როგორ გადაიკვეთება საბოლოო ჯამში. ესე ჰაერში გამოკიდებულები არ ვართ ნამდვილად და დღევანდელი ვთქვათ ეს დეინსის დღევანდელი ვიზიტი ამის გამოხატულებაა, როდესაც რესპუბლიკელი სენატორი ესე მოულოდნელად დაგვადგა, ესე ვთქვათ, ხო? ეს სენატორი დეინსი თვითონ როგორი მერდიანს ვიცი, მას რაღაც უკრაინაზე საკმაოდ ისეთი განცხადებები აქვს. პროუკრაინული გაკეთებული ადრე. კი, და ზოგადად აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეა, ხშირად საუბრობს როგორც ჩინეთზე, ირანზე და რუსეთზეც ერთად და სხვათა შორის აი რუბიოსთან, როცა რუბიო იყო მისული მასე კონგრესში, მაგდროს კითხვა დაუსვა, რომ ეს შუა აზიასთან დაკავშირებით და კავკასიასთან რას ვაკეთებ, ჩვენ როდესაც შუა აზიაში არის ესე ვთქვათ ბუნებრივი აერის საკითხი და ვერ ახერხებს შუა აზია ევროპაში გამოტანას ამ ბუნებრივი აერისას, იმიტომ რომ ჩინელები და რუსები და ირანელები ესე კვილებით შეიარაღებულები უყურებენ და რუბიომ უპასუხა, რომ კი, ჩვენ უნდა გადავდგათ ამისთვის ნაბიჯები. და საინტერესო ამ შემთხვევაში ერთი რაღაცაა ჩემი აზრით ამ დეინსის ნაწილს, როდესაც ჩვენ ახლა საქართველოსზე ვსაუბრობთ, ხო? მე მგონია, რომ აი რო წარმოვიდგინოთ აი ქართული ოცნების პროპაგანდა რა იყო, ხო? ტრამპი ერთი მხარეა, ვითომ და სახელმწიფო დეპარტამენტი მეორე, როდესაც რუბიო ფაქტობრივად და საელჩოს ერთნაირი ნარატივი ჰქონდა ქართულს ტრამპმა თეთრი სახელიდან წერილი მოვიდა მოულოდნელად. ხო, წერილი მოვიდა, ეს წერილი პროტოკოლური წერილია ჩემი აზრით და რაში გამოიხატა ახლა ეს ადმინისტრაციის პოზიციაა, ხო? წარმოვიდგინოთ უყურა ახლა ამ სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებებს და გამოგზავნა ვინ? ეს კაცი, ეს სენატორი არის აი ტრამპის მიმართულება, რაც ამერიკელო პირველად ყოვლისას, ხო, თუ გაეცანით საელჩოს განცხადებას, იქ წერია, რომ ეს ადამიანი ჩამოსულია იმისთვის, რომ აუხსნას ქართულ ოცნებას, ესა ტრამპის ფრაგლებში ამერიკელო პირველად ყოვლისა რას ნიშნავს და რა უნდათ მათ, ხო? და ახლა შეიძლება ვთქვათ, აი ბატონ კობახიძეს აქვს ხოლმე ლაპარაკი, რომ ჩვენ რასაც შევთავაზებთ ის პირობები უნდა აკმაყოფილოს ამერიკამო და მე მგონი ეს ადამიანი რომელიც ჩამოვძანდა თუმცა მისი განცხადება ტვიტერზე საკმაოდ ისეთი იყო ნეიტრალური, აი სენატორ სტივენსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა აშშ-ს საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განეხილვა. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტ როლი კავკასიასა და მის პარალელს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს ჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით. ეს რამდენიმე რამას გვაჩვენებს. ერთის მხრივ მას გვაჩვენებს, რომ რეალურად ქართული ოცნება კი იძახის, რომ ამერიკასთან უნდა ურთიერთობის დალაგება, მაგრამ სიამოვნებაში მაინც და მაინც ფლადიგრიც არ არის და მეორე მხრივ მას აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩამოსულია თავის პროგრამით და ეუბნება, რომ
ეს უნდა გააკეთოთ, რომ თუ გინდათ, რომ ტრამპთან ხო, მაგრამ ერთი ორი სიტყვით რომ ეხსენებიათ რაღაცა დემოკრატიული უკუსვა, რაღაცა კანონების ესეთი რაღაცა მაინც დაეწერათ ამ ტვიტში, ესეთი არაფერი არ დაწერეს. მარტო რაღაცა ტრამპთან საინტერესოა კონკრეტულად ტრამპთან ურთიერთობების რაღაც გაუმჯობესება. კონკრეტულად რა მოთხოვნებია? არა, იქ როცა არის საუბარი რომ კავკასიაში საქართველოს განმარტოებული უნდა ითამაშოს, მე მგონი ეს ბევრ რამეზე მიუთითებს და ბევრად უფრო მეტი მოლოდინი აქვს შეერთებულ შტატებში ჩვენი მხრიდან. ნუ ხელისუფლების რეაქციაზე ალბათ მიხვდებით რა არის მოთხოვნა, იმიტომ რომ ამათ რეაქცია ყოველთვის პრაქტიკულად გვეუბნება ხოლმე თუ რას თხოვენ. თუ რამე კარგს მოითხოვენ ესენი. კი ბატონო. და აი ხელისუფლებაზე რაღან დავიწყეთ საუბარი ეს რომ მაგალითად არ შეხვდა ივანიშვილი, ხო, უარი თქვა შეხვედრაზე, აი რას ნიშნავს შენთვის ეს ყველაფერი? ნუ აი რა გითხრათ ამასთან დაკავშირებით ახლა ერთის მხრივ იმას ნიშნავს რომ ამ ხალხს კარგად აქვს გაანალიზებული რომ საქართველოში თქვა პრემიერ-მინისტრი ვინც არის ის არ არის ნამდვილი სალაპარაკო ადამიანი ხო და რომ არ შეხვდა მაგას ვიძახდი წეღანაც რომ სინამდვილეში კი ამბობს აი მე პირადად ახლა კობახიძის განცხადებს რომ უყურებ მე არ მგონი ახლა სულელი არ არის ეგ ადამიანი ნამდვილად არ მგონია რომ ეს არის საუბარი იმ ადამიანის ხო რომელსაც უნდა ამერიკასთან ურთიერთობის დათბობა იმიტომ რომ რაღაცა პროგრამების აყენება არის ეს უნდა გააკეთოს ამერიკანულად ჩემთან ურთიერთობა დაიჭროს ესე ლაპარაკობს და რა თქმა უნდა როცა გინდა ეს ესე ვთქვათ რაღაცნაირად შეხვიდე ამერიკასთან ურთიერთობაში ესე არ უნდა ქნა ესე არ უნდა თქვა ეს კარგად ესმის მას იმის განსაკუთრებით როცა ვიქტორ ორბანს ხვდება და იქ რაღაც იპაკზე არიან ხო წარმოადგენლები ერთად ბატონი კობახიძე და ორბანი აქედან გამომდინარე ივანიშვილის ეგ მიდგომა ჩემთვის იმის მანიშნებელია რომ სინამდვილეში ისინი არ არიან მზად ამერიკელების ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის რაც გამომდინარეობდა იმ 2009 წლის იანვარში დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებიდან, რომელიდანაც გავიდა ამერიკა წინა წელს. ასე რომ ახლა ის ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი და როცა სამხედრო თანამშრომლობაში ხარ შეერთებულ შტატებთან და უცებ ეუბნები რომ ამერიკას და სახელმწიფო დეპარტამენტს და პენტაგონს უნდა რომ ომში ჩაერთო, ეს რა თქმა უნდა არ არის პარტნიორის რიტორიკა. აქედან გამომდინარე მე მეეჭვება რომ ამ ეტაპზე მზად იყვნენ ქართულ ოცნებაში რომ რა შედეგი შეიძლება ამას მოყვეს და აი ამერიკის მხრიდან რამე რეაქცია შეიძლება ამას მოყვეს აი დაუშვათ და არაფერი არ გააკეთა უცებამ და გააგზელა ის რა საკეთო ხო რა რა ვიცი ერთი არის რომ ხელი ჩაიქნიო საქართველოსზე ბოლომდე რაც მე არ მგონია რომ ესე მოხდეს და მეორე არის რომ რაღაც ზომები მიიღონ ქართულ ოცნებას დაკავშირებით რაც პირველ რიგში არის მაინც ალბათ სანქციები ხო მეტი ისეთი პირველ რიგში სანქციებია ამერიკის ხელში და მეორეს მხრივ მე მაინც გონია რომ როდესაც საქართველოსია საუბარი იქ ამერიკელებს უწევთ რომ რუსეთსაც დავწავკან რაღაც პირობები რომ თქვა საქართველოში ცოტა რაღაც დათმონ რა. ნუ ესეთი მე კი არ მომწონს ხა ეს ვითარება მაგრამ სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობა ჩამოყალიბდა რომ საქართველოსზე საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება რუსეთთან დალაგებას და ამერიკის ფედერაციასთან ურთიერთობას. ანუ გააჩნია აი ბევრი რამე იმაზე იქნება დაუკიდებული ეს უკრაინის საკითხი როგორ გადაწყვეტება. ამ რაღაც პაკეტში მოვყვებით ჩვენც აქ კით კელოგის ამ განცხადებაში ნატოს თემის გარდა მნიშვნელოვანი ისე რომ ამ პაკეტში გაგვიხილავენ ხო? ეს რუსი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. რუსეთი განიხილავს ისინი მიყვებიან. საბჭოთა სივრცეს დავის გავლენის სფეროთ. უბრალოდ აქ მართლა ეს შუა აზიის ნაწილი ძალიან საინტერესოა სადაც მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი კი არა ამერიკას ცდილობს ახლა რაღაც ბიზნეს საკითხების ისე საშუალო ბიზნესის შეტანას ესე რომ ვთქვათ რა და იგივე აი ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას და იმიტომ რომ მათ გაიგეს რომ ალტერნატიული წყარო არის ენერგიის შუა აზია ევროპისთვის რაც ზოგადად ატლანტიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ხო ამდენად ახლა ეს რო ჩვენზე გამოდის საბოლოო ჯამში ეს შუა აზიის ენერგია ეს ჩვენთვის ძალიან კაია ანუ ჩვენი კოზირია და უბრალოდ ეს საკითხი არ მგონია რომ ამერიკამ მიატოვოს ისე გადაუწყვეტელად რადგან ეს მისთვის სტრატეგიული ამოცანაა მნიშვნელოვანი და რაში გაიცვლება არ ვიცი ამას მე ამდენს ვიცი აზერბაიჯანი და თურქეთი აბრკოლებდა ცოტას იმიტომ რომ აზერბაიჯანი გაზი მაშინ ნაკლებად გავა ის ჯობია თურქენეთის და იმათ მაგრამ ახლა მე მგონი მოთხოვნებიც ბევრად მეტია და ამიტომ აქ თავარი რა არის ხო ამათი წინადადება ეს ბოლო კითხვა იქნება ჩემი ქართული ოცნების პირდაპირ გამოჩნდა რაც არის იგივე ტრამპისადმი ღია წერილში რომელიც დაწერა კობახიძემ პირდაპირ ეუბნება მათ რომ
კი არ ამბობს რომ ხა ჩვენ არა ვართ დემოკრატიაო, კიო დემოკრატია ვართო, მაგრამ რომც არ ვიყავთო ეხა ამდენი ავტორიტარული რეჟიმთან თანამშრომლობთო, ხო, იქ საუდური სამეფოდან დაწყებული აზერბაიჯანით გაგზავნა. ჩვენთანაც ითანამშრომლებთო და ამაზე რამდენად არის წამოსვლელი ტრამპის ადმინისტრაცია. თითქოს ტრამპის ისე ჩანს, რომ რაღაც პრინციპები არ აღელვებს და უფრო რაღაცა გარიგებები აღელვებს და ამიტომ შეიძლება დათანხმდნენ რომ კი ბატონო, იყოს აქ ავტორიტარიზმი და გამოატარე რაღაც შეიძლება ტრამპის რომელიღაც მრჩევლისთვის ეს იყოს მოცემულობა რა. მაგრამ ისეც და ასეც ადმინისტრაციაში გამოცდილი დიპლომატები რაღაც დონეზე არიან წარმოდგენილები. რომელსაც ესმით, რომ ის ხალხი, რომელიც წინააღმდეგობაშია ქართულ ოცნებასთან და რომლის იმედიც, რომელსაც ამ ხალხს აქვს, ქართველებს გულისხმობ. ამერიკის იმედი იმ კუთხით, რომ რაღაცა დონის პოლიტიკური თავისუფლებას მაინც დაუტოვებს, ხო? ჩემი აზრით ეს იქნება აღქმული როგორც ღალატი ამერიკის მხრიდან ღალატი აი ქართული ხალხის ამ ნაწილის მიმართ, თუ სრულიად პოლიტიკური უფლებების დადგმა მოხდება და ამაზე ამერიკა ხმას არ ამოიღებს. ასე რომ ეს მინიმალური პრინციპების შენარჩუნება ტრამპის ადმინისტრაციას მე მგონი მოუწევს, ასეც და ისეც. მაგრამ მე მაინც იმაზე ვრჩები, რომ ეს კი არის ერთი მოცემულობა, მაგრამ მე მაინც იმაზე ვრჩები, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა, რაც უკავშირდება შავი ზღვის საკითხს და დერეფნების საკითხს, უფრო მნიშვნელოვანია და როცა ამ დერეფნებში და შავ ზღვაში ქართული ოცნების დროს ამერიკის პოზიციები არ გამყარებულა და პირიქით შესუსტდა, ეს არის მთავარი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ეჭიდაება ჩინეთს ყველა მიმართულებაზე, მათ შორის შავ ზღვაზეც და ასე რომ ეს უფრო იქნება ჩემი აზრით ამოსავალი ამ შემთხვევაში ვიდრე სხვა რამ. გასაგებია, მადლობა დიდი. გიორგი ლაბაძე იყო ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის სოდნეობის დოქტორანტი, უფრო დოქტორი უკვე. დაიცვა, ასე ვთქვათ, დისერტაცია. შესაბამისად, ჩვენ გემშვიდობებით, მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.